როცა ვიქნებ პირდაპირ ეთერში მითხარით, რომ მოგიყვეთ ახალი ამბავი, რომელიც ამეშალა ვერ დავდე. პირდაპირ ეთერში როცა ვიქნებით, რომ მითხრათ უბრალოდ. პირდაპირ ეთერში ვარ. მეგობრებო, ვერ დავდე წეღან ლაივი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციისაა, ანუ ჩვენ მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ გვერდზე კორპუსში ერთმა, ნუ ჩემი კორპუსი არის ეს და ჩემი ძმის კორპუსი არის ეს გვერდზე, რომ მქონდეთ წარმოდგენა. ანუ ის ბინა, რომელშიც ჩემი ძმა ცხოვრობს და ჩემი რძალი და ჩემი მცირეწლოვანი შვილი არის გაფორმებული კი არა, მარიამის ბინაა. შესაბამისად დღეს თურმე მაშინ როდესაც მთელი ყურადღება იყო გადმოტანილი აი აქ ამ ამბავზე ჩემთან ჭხრეკაზე თურმე შესულან ჩემ ძმასთან და ჩემ რძალთან გამოურთეს მაშინვე ტელეფონის ნომრები ადვოკატს ტერიტორიაზე არ უშვებენ მარიამს ვისგან მარიამთან ჭხრეკვაზე რატო შევიდნენ მართლა არ ვიცი და მარიამი ცხოვრობს აი აქ ჩემთან ერთად ამ ჩემს ბინაში მაგრამ მიუხედავად ამისა შესულები არიან ახლა იქ ჩემი ძმის სახლში ალბათ რადგან მარიამი იქ არის ჩაწერილი და რადგან მარიამის არის ის ბინა მაგრამ თავი პრობლემა აქ რა არის თავი პრობლემა არის ის რომ არ უშვებენ ადვოკატს ხალხო გამოურთეს ტელეფონები ჩემს ძმას და ჩემს ძალს შიგნით რა ხდება არ ვიცით არც მარიამს არ უშვებენ ვის გამოც ჭხრეკა ტარდება ანუ მარიამის გამო ტარდება ჭხრეკა და წარმოიდგინეთ მას შიგნით ტერიტორიაზე არ უშვებენ ასევე როგორც გითხარით ადვოკატებს და არ უშვებენ ну სხვაზე ხო საერთოდ მამა ჩემსაც არ უშვებენ შესაბამისად მართლა თვით ქართული ოცნების პირობებშიც კი არის სიგიჟე რაც ახლა ხდება რომ ადამიანი სახს ჭხრეკდა და მას არ უშვებდა მის ადვოკატს და თან რაღაცა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად აკეთებდა ამას ურთავდა ტელეფონებს ანუ წარმოუდგენელი სიგიჟეა ეს ანუ თვით ქართული ოცნებისთვისაც კი ეს არის წარმოუდგენელი სიგიჟე მაშინ როდესაც მარიამის სახს ჭხრეკენ პარალელურად ჩემს სახლში არის პროკურატურა და ხდება ჩემი სახლის ჭხრეკა და აქ რაღაცა სადაო იყო ცოტა ხნის წინ და 37 წელი არა ხალხო თქვენ არ იცით 37 წელში რა ხდებოდა ანუ რა ხდებოდა რო ვიცოდე რა ხდებოდა რო ვიცოდე დედაშვილს ოჯახის წევრებს ერთად ჭხრეკდნენ პარალელურად ანუ ჩემი საქმიანობის პარალელურად ჩემი შვილის სახლს ჭხრეკენ მინდა რომ რაღაცნაირ ადამიანებს ვკითხო რომ მაქვს უფლება რომ ვფიქრო რომ ერთად გილას რო არც და ბელორუსიაც აღარ არის უკვე ეს ანუ ამისი უფლება თუ მაქვს რომ ვიფიქრო როდესაც კიდევ ერთხელ ამბობ დედაშვილის სახლს პარალელურად ჭხრეკენ ანუ ჩემი სახლი აქეთ მარიამის სახლი იქით ჭხრიკება და თან კიდე ყოველთვის არის ის რომ მარიამს სახლში არ უშვებენ ადვოკატს სახლში არ უშვებენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა ცეცხლი ოლიგარქიას და რუსული ხელისუფლება მაინც დაემხობა აი ეს იცოდეთ